სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის მმართველი საბჭოს გაფართოებული სხდომა შედგა. შეხვედრა საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა. სხდომა საქართველოს ეკლესიის საჭათმყრობელმა გახსნა. კათოლიკოს პატრიარქი მოწვეულ სტუმრებს მიესალმა და შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა შვანიამ გასული წელი შეაჯამა და შეკრებილ საზოგადოებას ახალი პროექტი წარუდგინა. მსოფლიო ხვდება საქართველოს. ასე ჰქვია პროგრამას, რომლის ავტორი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნესტან ინიციატივის მიზანს წარმოადგენს ევროპული და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის თვალსაჩინო გახადოს ის სულიერი და უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, რომლითაც საქართველო გამოირჩევა. პროექტის დეტალებსა და მისი მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებას საბჭოს წარმომადგენლები უახლოეს მომავალში განიხილავენ. გულითადად მოგესალმებით, გილოცავთ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს. ის საკითხი, რომელიც აქ დგას, მეტად მნიშვნელოვანია. ახლა იქნება გამოსული ერთ-ერთი ძირითადი საკითხი მმართველი საბჭოს სხდომაზე განსახილვად, ეს გახლავთ ქალბატონი ნესტან კირთაძის და ბატონი დავით ცხადაძის პროექტი მსოფლიო და ევროპა ხვდებიან საქართველოს. აი ესეთი მუდმივ მოქმედი ექსპოზიცია, რომელიც იქნება როგორც ელექტრონული ვერსია, ასევე ქართული კულტურული მემკვიდრეობის რაღაც ნაწილის, შეიძლება მულაჟებზე იყოს საუბარი, სხვადასხვა ექსპოზიცია წავიდეს დაიწყოს გერმანიიდან, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ამით მსოფლიო გაეცნოს საქართველოს. ამ პროექტით შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ მსოფლიოს გავაცნოთ საქართველო. ეს იქნება პატრიარქის გზავნილი მსოფლიოსთვის, რას წარმოადგენს, როგორი ქვეყანაა საქართველო, უძველესი ქრისტიანობის, უძველესი კულტურის, მრავალფეროვანი, არაჩვეულებრივი კულტურული მემკვიდრეობით. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 4 მაისს წმინდა მღვდელმოწამე ექვთიმეს გაენათელ მიტროპოლიტს მოიხსენიებს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა არქიმანდრიტმა გრიგოლმა აბაშიძე აღავლინა. ღვთისმსახურებაზე გელათის მონასტრიდან წმინდანის ხატი ჩამოაბრძანეს. სიწმინდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ქუთაისში შეიქმნა. წმინდა ექვთიმეს ხატს გიორგობის დღესასწაულზე რუსეთში ღირსი ალექსანდრე სვირელის სახელობის მონასტერში დააბრძანებენ. ეს ის ადგილია, სადაც 1822 წელს გარდაცვლილი წმინდანი დაკრძალეს. წმინდა ექვთიმე გაენათელი მიტროპოლიტის ნეშტი მშობლიურ მიწას 2004 წელს დაუბრუნდა. დღეს არის ხსენება წმინდა მღვდელმოწამის გაენათელი მიტროპოლიტის ექვთიმე შარვაშიძის, რომელმაც ფაქტიურად გაილაშქრა იმდროინდელი ეგზარხოსების წინააღმდეგ და ჩაუდგა სათავეში იმერეთის ბუნტს და რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე მეორეს შეაცვლევია ბრძანება სვირის მონასტერში. მათმა ილოცეს წმინდა ალექსანდრე სვირელის საფლავზე და წმინდა ნაწილებზე და შეაცვლევია ბრძანება, რადგან არ გადასულიყო რუსეთის ეგზარხოსების ხელში საქართველოს ეკლესიის ქონება. ჩვენ კავშირი უნდა გქონდეს ზეცაში, არა მიწაზე, იმიტომ მიწიერი ადამიანი ყველა ცოდავს. მიწიერი ადამიანი ყოველთვის ცოდის ჭაობში დგას და ჩვენ წმინდანებს თუ დავემსგავსებთ, უკვე აღარ არსებობს შუღლი, არ არსებობს სტრობა. წმინდა მღვდელმთავრის მოღვაწეობის დროს საქართველოში მწვავედ იდგა ქვეყნის ყოფნა არ ყოფნისა და პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. გამორჩეულია წმინდა ექვთიმე გაენათელისა და წმინდა დოსითეოს ქუთათელის დამსახურება ერის წინაშე. სწორედ მათი წინამძღოლობით საქართველოს საეკლესიო სიწმინდეები ქვეყნიდან გატანას გადაურჩა. აღსანიშნავია, რომ წმინდა ალექსანდრე სვირელის ხატი და წმინდა ნაწილები სანქტ-პეტერბურგიდან საქართველოში 19 აპრილს ჩამოაბრძანეს. სიწმინდემ გელათის ტაძარში დაივანა. წინანდლის ქუჩაზე ახალი კლინიკა ამტელ ჰოსპიტალი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა სოფრომაძე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჯგორია ესწრებოდნენ. სამედიცინო დაწესებულებაში 21 განყოფილებაა. კლინიკა გათვლილია 210 საწყლზე, რომელთაგან 56 საბავშვო პროფილისაა. ჰოსპიტალში საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა მოქმედებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საავადმყოფო აქტიურად თანამშრომლობს
სწავლობს სამედიცინო უნივერსიტეტთან და პრაქტიკული კურსის გავლის საშუალებას აძლევს როგორც სტუდენტებს, ასევე რეზიდენტებს. გახსნის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ სტუმრებმა კლინიკა დაათვალიერეს. ჰოსპიტალურ სექტორს ემატება კიდევ ერთი ახალი პოლიპროფილური კლინიკა, რომელიც ჩართული არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და მთლიანად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც ზოგადად ჩვენი სისტემა უყენებს ასეთ კლინიკებს. ეს გახლავთ პირველ რიგში ის, რომ გახლავთ მაღალი ხარისხის დაწესებულება, დაცული არის მაღალი სტანდარტები, მისი ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია, ყველაფერი ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიმედოვნოთ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლინიკა. მუშაობა 5 წლის წინ დავიწყეთ. ჩაიდო 30 მილიონი ლარის ინვესტიცია. შენობა ამორტიზებული იყო და თანამედროვე სტანდარტებისთვის შეუსაბამო სამედიცინო აპარატურით ფუნქციონირებდა. ამ პერიოდში ჩვენ შევძელით და სრულად განვაახლეთ როგორც დაწესებულება, ასევე აღჭურვილობა. სტრუქტურის რეორგანიზაციისა და ჰოსპიტალის მენეჯმენტის განახლების შედეგად კი პროფესიონალთა გუნდი შეიქმნა. ისინი თითოეული პაციენტის ჯანმრთელობაზე არიან ორიენტირებულნი. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში, თბილისის მერიის, პრეზიდენტის ფონდისა და ელექტრონული წიგნების სახლ საბას ერთობლივი პროექტის წარდგინება შედგა. ქალაქი ბიბლიოთეკა. ამ სახელწოდების ინიციატივის მეშვეობით დაინტერესებულ პირებს დედაქალაქის მასშტაბით 300 სხვადასხვა ადგილას განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან წიგნების ჩამოტვირთვა უსასყიდლოდ შეეძლებათ. სიახლე საზოგადოებას თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და საბას დამფუძნებელმა რატი ამაღლობელმა გააცნეს. მხარეების განმარტებით დედაქალაქში მწერლების სახელობის 50 ქუჩაზე უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები უკვე განთავსებულია. სტენდებთან წიგნების ჩამოტვირთვა მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებითაა შესაძლებელი. მსგავსი პროექტის განხორციელება მომავალში ქვეყნის სხვა ქალაქებშიც იგეგმება. მოგიხსენებათ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე წელი გამოაცხადა განათლების წლად და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ განათლების ხელმისაწვდომობაზე, კითხვის პოპულარიზაციაზე და ეს პროექტი სწორედ ამ ყველაფერს შეუწყობს ხელს. ეს არის ძალიან ინოვაციური და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით საშუალებას იძლევა, რომ ჩამოიტვირთოს წიგნები და მობილური აპლიკაციის მეშვეობით ადამიანებმა წაიკითხონ, რაც ძალიან ბევრი მოქალაქისთვის ხდება ხელმისაწვდომი. ერთის თუ მეორეს თუ ხელშეუწყობს იმას, რომ კომფორტულად და მოხერხებულად წაიკითხონ ადამიანებმა წიგნები. თბილისის 51 და 37 საჯარო სკოლებში აქცია მოსწავლე მასწავლებელი გაიმართა. ინიციატივის ფარგლებში მე-11 და მე-12 კლასელებმა თავიანთ თანატოლებს სასურველ საგანში შესაბამის თემაზე გაკვეთილები თავად ჩაუტარეს. ერთი დღე პროფესიაში ასე ჰქვია კამპანიას, რომელშიც საქართველოს ყველა სკოლაა ჩართული. უპრეცედენტო შედეგი გვაქვს, რამდენადაც მოთხოვნა ჩაატაროს საკუთარ კლასში გაკვეთილი გამოთქვა 700-ზე მეტმა მოსწავლემ. დღეს ჩვენ ნახეთ მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვა საგნებში ატარებდნენ გაკვეთილს და აღფრთოვანებულები ვართ, ამ სეთ შედეგს არ მოველოდით, იმდენად მომზადებული, მართლაც კვალიფიციური და მაღალ დონეზე ატარებენ მოსწავლეები გაკვეთილებს. ეს პროექტი ემსახურება მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და მოსწავლეების მოტივაციის შექმნას, რომ მომავალში მათ აირჩიონ სწორედ მასწავლებლის პროფესია. ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო გამოწვევა, რადგან დავინახე რა ხდება იმ 45 წუთის მიღმა, რასაც თითოეული მასწავლებელი თითოეულ გაკვეთილში დებს. ძალიან საინტერესო აქტივობების დაგეგმარება მოხდა, უფრო კარგად გავიცანი თუ როგორ ხდება ზოგადად გაკვეთილის აგება. ეს ჩემთვის ძალიან კარგი სიახლე იყო და ვისურვებდი, რომ კიდევ ერთხელ მესცადა ამ პროფესიაში ჩემი თავი. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერიამ პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ნოტარიუსები დააჯილდოვა. სიგელები გადაეცათ იმ სპეციალისტებს, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის 30 წლიანი სტაჟი აქვთ და სანოტარო მომსახურების გაუმჯობესებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. ღონისძიებას იუსტიციის სამინისტროსა და უწყებაში შემავალი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1996 წლის 3 მაისი ეს არის ის თარიღი, როდესაც შეიქმნა ქართული ნოტარიატი. ამ დღეს ამოქმედა კანონი, ახალი კანონი ქართული ნოტარიატის საქართველოს ნოტარიატის შესახებ და სწორედ ამიტომ ეს თარიღი ქართული თანამედროვე ნოტარიატის დაარსების თარიღად აღენიშნება. კოლეგებს მიულოცეთ პროფესიული დღე და ის ადამიანები, რომლებიც 30 წელი და მეტ ხანს ემსახურებიან დარგს, დაჯილდოვებული იქნენ სხვადასხვა სიგელებით ნოტარიატში ავდადებული მოღვაწეობისათვის. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გურჯაანში ღვინის საწარმო ბოლერო და კომპანიის საქმიანობას გაეცნო. უწყების ხელმძღვანელმა წარმოებისა და ახალი სიმძლავრეების დამატების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ ბოლერო და კომპანიამ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა. დაწესებულება მიმდინარე წელს 8 მილიონი ლარის სიმძლავრეების დამატებას გეგმავს. ამჟამად საწარმოში ფუნქციონირებს ერთი საათში 2500 ბოთლი სიმძლავრის ჩამოსასხმელი ხაზი. ამ რეჟიმით შეგვიძლია თვეში დაახლოებით მილიონ ბოთლამდე ჩამოვასხათ. პროდუქცია საექსპორტოდ გადის ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ისრაელი. Oriatas 21 წლიდან ჩინეთი ამფიბია თვითმფრინავების გაყიდვას დაიწყებს. აღნიშნული გამოგონების პირველი საფრენოსნო გამოცდის ჩატარება 2017 წელს იგეგმება. იქამდე კი მისი ტექნიკური ტესტირება მიმდინარეობს. ამ დროისათვის თვითმფრინავმა თითქმის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა. ამიტომაც ინჟინრებმა საფრენი ტესტირებისათვის მზადება უკვე დაიწყეს. პარალელურად პილოტების გადამზადებაც მიმდინარეობს. თვითმფრინავი ამფიბია AG600 7 წელია იქმნება. ჩინეთში 2009 წლამდე ამ ტიპის თვითმფრინავი არც არსებობდა. სპეციალისტების განმარტებით აღნიშნული გამოგონების ექსპლუატაცია შესაძლებელია სამძებრო სამაშველო ოპერაციების დროს, ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრების გადაყვანისთვის. თვითმფრინავი განსაკუთრებით ეფექტური ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციების დროს იქნება, რადგან სპეციალისტების განმარტებით მას 20 წამის განმავლობაში 12 ტონა წყლის შეგროვება შეუძლია. AG600-ის მაქსიმალური საფრენი მანძილი 4500 კილომეტრი იქნება. თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ეგრეთ წოდებულ self-ს, ანუ ფოტოს, რომელსაც ის საკუთარ თავს უღებს. აღნიშნული კატეგორიის ფოტოები განსაკუთრებით სოციალური ქსელების აქტიურ მომხმარებლებშია პოპულარული. ალბათ გაინტერესებთ, ვინ და როდის გადაიღო პირველად self-shot-ი. ეს რობერტ კორნელიუსია, რომელიც ფოტოგრაფიის პიონერად ითვლება. მან 1829 წელს შექმნა დაგეროტიპი. ეს არის პირველი ფოტო, რომელზეც ადამიანია გამოსახული. თუმცა იმდროინდელი გადაღების პროცესი დღევანდელისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. მას შემდეგ, რაც ლინზას სახვევს მოაშორებდა, რობერტს რამდენიმე წუთით მოწყობილობის წინ უნდა გაერბინა. ტერმინი selfie პოპულარული გახდა 2005 წელს, როდესაც ფოტოგრაფმა ჯიმ კრაუსმა ამ თემაზე დისკუსია დაიწყო. MySpace-ზე self-shot-ები 2000 წელს გამოჩნდა. რაც შეეხება Twitter-ს, Instagram-სა და Facebook-ს, აღნიშნულ სოციალურ ქსელებში თითქმის ყოველი მესამე ფოტო ეგრეთ წოდებული selfie-ა. 2013 წელს სიტყვა selfie იმდენად პოპულარული გახდა, რომ ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის ონლაინ ვერსიაში შეიტანეს. Guck mal hier, ist das wirklich Tisi? Ja, hast du es nicht mitbekommen? Selfies sind out. Alle machen jetzt Circle.